Ჩემი ძალიან წმარად თქვა, რომ მე მუდმივ ბრძოლაში ვარ სპორტთან შეგობასთან, დეპრესიის ელემენტებთან, ნევროსთან, მოკლედ სულ მუდმივი ეს თქვა გაწევთამოწევაა ჩემ თავთან, ჩემ შიგნით, მაგრამ თერაპიის გამო ვიცი, რომ აზრი აქვს, იმედი უნდა გქონდეს სულ, გამონათებები ხშირად არის და ჩავარდნილ ხშირად არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ მაგალითად მე მაგ სპორტზე აშლილობა სწორედ ნორმალური არის და თქვენც უნდა კომფორტულად იყოთ მაგასთან. ამიტომ რავი, დასამალი არაფერია. არ ვიცოდი რომ დეპრესიას აქვს უფრო მეტი სახე ვიდრე პოპკულტურაში არის რა. ყოველთვის მეგონა რომ მაინდა დეპრესიის შესიმას რომ ერთი ფორმა აქვს და არის ის რომ ყველაფერსად მიხარ ეს თქვა ამბივალენტური არაფერი არ გინდა დგასადგომა გიჭირს და ასე შემდეგ ეს რაღაც ჰოლივუდის და კინემატოგრაფიის მიერ შექმნილი იმიჯი რაც არის და გაირკვა საკმაოდ გვიან ჩემ ცხოვრებაში რომ ბევრი ფორმა არსებობს დეპრესიის და ასევე არსებობს ეგეთი რაღაც ასე თქვა სპორტით აშლილობები შენ თავზე დედიფიცირებ მაგისი რა ეს ვთქვა დასვა იმ პინის რომ აი ეგ არის საკმაოდ რთული. Საერთოდ დამჭირდა 10 წელი იმას რომ გამერკვია რომ რაღაც ფორმის დეპრესია მაქვს და რაღაც ფორმის სპორტით აშლილობა. 10 წელი იყო ის დრო, მეგონა რომ ეს მე ვიყავი. ეს იყო უბრალოდ ჩემი თავი და უბრალოდ ეგეთი ვარ რა, ოდნავ ნერვული ვარ, ოდნავ აგრესიული ვარ, ოდნავ რაღაც დეპრესიული ვარ, მე რა ეს არის რა. და კაი რაღაცა თუ შევამჩნევდი ხო რაღაცა მაწუხებ და არა უშავს ჩემით გადავაგურებ, ჩემით ვიზამ. ჩემ პირად გამოცდილებაში ჩემთვის ეგეთი დიდი შეცდომა როგორც აი გაზრუნების ჯაჭვი იყო. მე არ მქონია, იმიტომ რომ მარტო ორი წელი თერაპიის მერე მივხვდი რომ თურმე საერთოდ არ ვარ მე ეგ, საერთოდ არ ვარ არც აგრესიული, არც ნერვული, არც რაღაც ის თქვა დეპრესიული. ეს დაახლოებით ისეთია მექანიზმია, როგორც აი რაღაც პატარა წუმენო გაწუხებს, რაღაც ქუსში რაღაც ტკივა. და გადის ერთი კვირა, ორი კვირა, ნუ არ წახვედი ექიმთან, არ შეემოწმე, არაფერი არ გარკვე და ნელა მიეჩვია ამ ტკივას. აი რაღაც ქერხმალში ტკივა რაღაც და იმას მიეჩვია და მე ბეთამბაში ვეღარ ვძნობ რა გონია რომ ეს ტკივილი იქ უნდა იყოს და ეს ტკივილი არის ნორმალური რამე. არა და არა რა მეორე რომ ეს იყო რომ მეგონა რომ მე ვხვდები რამ ჭირს, მე ვიცი რატო ვარცევ ეგრე, ვიცი რა ტრამვა არის ის გამო და არა მივეჩვევი, გადავიტან ვაპატიებ 1000 რაღაცა. მაგრამ რეალურად ისე აღმოჩნდა თუ მე ის ტრამვი რაც მეც და ჩემ ფსიქოლოგსაც გვეგონა თავიდან რომ იყო ერთი ფენ, ანუ იყო აღმოჩნდა მაგის մեջ კიდე 2-3 ფენაა. ნელა იხსნება ეს ფენები და ნელა ხვდები რომ უიმე ეს არა საერთოდ არ არის მიზეზი სხვა რაღაც ყოფილი. ხანდახან მომენტებიც არის ის რომ გონებაში იცი რომ რაღაცა არა ხმის უნარიან. და ეგეც ანიშნული გადასახადი რაღაცა არის და იტყდება სხვენია. გონია რომ სასიცოცხლო არის ყველაფერი რა. იმიტომ რომ ჩვენ ვაყოლ მით უმეტეს არ ვიცი. არ მინდა მაინც გენდერულად გაყო, მაგრამ კაცებს ან ბავშვებიდან გვაჩვენე რომ აი გადაიტანე ჩაყლაპე, გაატარე, კაცი ხარ რა. და იმდენად არ ვართ ხოლმე კავშირში ჩვენ ემოციური მდგომარეობასთან, რომ საერთოდ ვერ ხვდებით ხოლმე რატომ თერაპიის ფონზე მივხვდი რომ ჩემ თავზე ზრუნვა არ ეხავს საერთოდ ის რომ ვიღაცდანის გაუზიარო რაღაც და იმისგან ობიექტური რჩევა მიიღო, არ ეხავს საერთოდ რომ აღიარო რაღაც პრობლემები გაქვს და რაღაცებში სუსტი ხარ. ანუ რა ვიცი, მე მგონია რომ თერაპია მისაშრები მომცა რომ კი ერთიანად ვერ გამოვასწორე ყველაფერი, ეს მარტივად არ ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმასთან მაინც ვთქვი რომ ვიცი რომ რაღაცა გეგმა შეიძლება მქონდეს, რომ რაც არ უნდა თქვა იყოს სიტუაცია და რაც არ უნდა დაიწყოს რაღაც ცხოვრება ან ძმე იყოს, ყოველთვის არსებობს ისევ ის მექანიზმი, რომელიც გამოყენებული მაქვს თავზე ზრუნვის და თერაპიის, მოეთ ისე მიყვანს კაი ადგილას რა. ერთხელ რომ ამ გზას გაკაფაო, ამ ჯუნგლებში ეს თქვა სტრესის და დეპრესიის და სპორტის და აშლილობების ამას ერთხელ ვაკაფავ, მეორედ უფრო მარტივია მაგას აკაფავ, იმიტომ რომ აღარა ისე ჩაზდილი, უკვე იცი სად უნდა გაძვრე, როგორ უნდა გაძვრე და ასე ვთქვათ, დავარდინიდან წამოდგომა უფრო მარტივი ხდება. ჩემი ჰობია ერთ-ერთი რომელსაც თერაპიას ვძახ მოტოციკლზე, ასე ვთქვათ, სეირნობა და ტრანსპორტის საკეთ გამოყენება და პირველად დამივარდა წამოდგინა, თუნდაც როგორ უნდა წამოეყენებინა. რა მანამ ერთი ოჯახი მან ნახეს როგორ უნდა წამოეყენო მარტივად და ეგრე არის ცხოვრებაშიც რა. ერთ-ერთი რაღაც დაგივარდა მე სწავლობ როგორ წამოდგია უფრო მარტივად, სწრაფად და ეფექტურად და ყოველ ჯერზე ნაკლებად უფრო მტკივნეულია დაცემა, ხომ არ გეშინია დაცემის და იმიტომ რომ დაცემის არ გეშინია, შენ თავს არ რჯი ეგრე ძალიან. დაცემაზე პირველ რიგში ხომ ეს ხები კი არა ჩვენ თავს ჩვენ ხომ ეს თქვა. და ხვდებით მაგ ყველაფერს.